დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უწყვეტი პროცესი. საქართველო ეროვნულ დღესასწაულზე იმობს. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავი და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. სამხედრო ფიცი 5 ისტორიულ ადგილზე. ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენსთან ის წინ ვერაფერი დაუდგება. სიტყვით გამოსვლები და ქართული დროშის ფერები თბილისის ცაზე. ოპოზიციის 26 მაისი. არის საზეიმო აქცია. სვლელობები ქუჩებში და შეკრება რუსთაველის გამზირზე. მე ვითხოვ პოლიტიკური კრიზისის განმხდოს ახალი არჩევნებით. როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლების ოპონენტები. გაყოფა ქართული საზოგადოების ამ დღეს გარკვეული მithomძდა პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ყოველად მიუღებელი. 350 დრონი და 70 რაკეტა. მომასწარი და შვილს ჩავეხუტე, თვალები რომ გავახილე საშინელი მტვერი იყო. ყველგან ნამსხვრევები ეყარა. ყველაზე მასირებული შეტევა უკრაინაზე ომის დაწყებიდან. სულ გაგიჟდა, რა დაწერა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა მას რაღაც დაემართა. ის სრულიად გაგიჟდა. კრემლის რეაქცია. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 26 მაისია, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. 107 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და 34 წელი აღდგენიდან, კიდევ უფრო მეტი წელიწადი და საუკუნე სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში. ქართველების მუდმივი ბრძოლა ასახავს ის 5 ისტორიული ადგილით, სადაც დღეს 700 წლამდელმა ფიცი დადო. ნოქალაქები, გეგუთის სასახლე, სამთავისის კათედრალი, ვეჯინის მონასტერი და ხევი ელიასთა, იქ სადაც კავკასიონი უდგას ფარად ქვეყანას, რომელმაც გმირების თავგანწირვით შეინარჩუნა ენაც, დამწერლობაც, სარწმუნოებაც და ის მამულით, სადაც ჩვენმა წინაპრებმა კოლხეთის სამეფო და იბერია დააარსეს. ქვეყანა, რომელიც მუდამ დიდი იმპერიების ბრძოლის ასპარეზია. საქართველო არასდროს დაივიწყებს იმ მებრძოლებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს. ვფიცაო მტკიცე დაუდგეს საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე. გამარჯვებისთვის ეს სიტყვები ქართულმა ჯარისკაცებმა დღეს კიდევ ერთხელ წარმოთქვეს. 26 მაისი პირველ რიგში ქართული ჯარის დღეა იმ სამხედროების, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 4 ომი და 5 საერთაშორისო მისია გაიარეს. ყველაზე ბრძოლის უნარიანი და გამოცდილი ბატალიონები, რომლებიც ქართული არმიის დაარსების დღიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა ომში მონაწილეობდნენ. დღეს ამაყად მოაბიჯებდნენ თავისუფლების მოედანზე. სამი მთავარი საფიცარი, ჰიმნი, დროშა და გერბი ყოველი წლის 26 მაისს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. დღეს თბილისის ცაზეც გამოისახა საქართველოს დროშის ფერები, თეთრი, რომელიც სიწმინდეს ასახავს, ხოლო წითელი სიმამაცეს. საქართველოს სახელმწიფო დროშა. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო დროშა დედაქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს ჰიმნის ფონდზე აღიმართა. ჩემი ხატია სამშობლო სახელმწელი ქვეყანა. ვიცავ, მტკიცე დაუდგე საქართველოს სადარაჯოზე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სამსახურში. დღეს ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 700-მდე რეკრუტმა დადო. მათი უმრავლესობა თავდაცვის ძალებს საკუთარი სურვილით შეუერთდა. ბავშვობიდან მიზიდავდა ეს პროფესია, ბავშვობიდან მაგ პროფესიისკენ მქონდა ყურადღება მიქცეული და აღლუმზე გამოსვლა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ოცნება ასეულობით წვევამდელმა აისრულა. დამოუკიდებლობის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ნაწილი დედაქალაქსა და 5 ისტორიულ ადგილზე გაიმართა. ნოქალაქებში ციხე-კოჭთან, გეგუთში, ვეჯინის ამაღლების კომპლექსში, სამთავისის კათედრალთან, დარიალის ხეობაში. უმეტესობამ ნებაყოფლობით აირჩია წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. წვევანდელები იმსახურებენ თავდაცვის მიზნების განსახორციელებლად. ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ,
სამხედრო ფიცი დადო. აღლუმი და სამხედრო ფიცი უმაღლესმა მთავარსარდალმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველად ჩაიბარა. გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. მესახურები საქართველოს. თავისუფლად. დამოუკიდებლობის დღეს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მთელმა საქართველომ მიაგო. მე ვარ იქ, სადაც ჩემ სამშობლოს ჭირდები. მე ვარ იქ, სადაც ჩემ სამშობლოს ჭირდები. საქართველოსთვის! საქართველოსთვის! თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წაიკითხეს ჯარისკაცის მრწამსიც და კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ სამშობლოს დაიცავენ. განსაკუთრებით ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხედროებისთვის, რამე თუ ყველა ჩვენთაგანს კარგად გვაქვს გააზრებული თავისუფლების, მშვიდობის და დამოუკიდებლობის ფასი. ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის ცაზე საქართველოს დროშები გამოჩნდა. სადემონსტრაციო გადაფრენა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13-მა საფრენმა აპარატმა შეასრულა. საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი იყო დღეს ქვეყნის პირველი პირების მიერ წარმოთქმული სიტყვების მთავარი ღერძი. ყველა საუბრობდა ეროვნულ იდენტობაზე და ამავე დროს ქართველების ევროპულ კუთვნილებაზე, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს. მათ ვინც ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ხშირად სრულიად მარტო, უშიშრად, დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად დაიცვეს ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები, მაშინ როდესაც გარშემო იმპერიები ეცემოდნენ. პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი შეარაღებულ ბრძოლასთან ერთად დღეს ყოველი მათგანი მიანიშნებდა საქართველოს სხვა მთავარ იარაღზეც. ეს არის ერთობა და გონიერება. სწორედ გონიერები და დიპლომატიით გააერთიანა და გააძლიერა საქართველოს თავის დროზე გიორგი ბრწყინვალემ, რომლის დროსაც გამოჩნდა პირველად 5 ჯვარი ქართველების დროშაზე. 23 საუკუნის მანძილზე საქართველოს მთავარი მტერი სიძულვილი იყო და ქვეყანაც მაშინ იყო ყველაზე სუსტი, როდესაც ქართველები ერთმანეთში ომობდნენ. უნდა გვესმოდეს რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის უწყვეტი პროცესი. 3 წლის შემდეგ ძალა დაკარგა, თუმცა ერთჯერადი არც 107 წლის წინ მიღებული აქტი ყოფილა. 10 წლეულების შემდეგ აღდგენილი დამოუკიდებლობის დაცვა, რომ უწყვეტი პროცესია, ეს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი გზავნილი იყო. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ეხებოდა როგორც წარსულს, ისე მომავალს. ღირებულებებს, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას და გამოწვევებს, რაც დღეს საქართველოს აქვს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩეს. ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. სწორედ ჩვენ განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. სურს დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. თავარსარდლის შემდეგ იყო მთავრობის მეთაურის მიმართვა, რომ დამოუკიდებლობას როგორც უზენაეს ღირებულებას მუდმივად შენარჩუნება სჭირდება. რა როლი აქვს ამ პროცესში ეროვნულ იდენტობას, ქრისტიანულ ტრადიციებს და ეკლესიას? პრემიერ-მინისტრმა ვრცელ გამოსვლაში გაიხსენა უახლესი წარსულიც და ახსენა ორი მთავარი ეროვნული ამოცანაც. ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველოს არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. თავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვევდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც თავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოლად წმინდა ღვთისმშობლის ფარველობით. თითოეული ჩვენგანის ვალია
თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და რა გზას გადის ახლა ქვეყანა. ქართული ჯარის წინაშე ვრცელი გამოსვლა ჰქონდათ თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც. აღნიშნეს გმირების დამსახურება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მიზანი, რომელიც ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნას უკავშირდება. ჯარისკაცებო, დღეს თქვენ ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით ფიცავ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ. დღეს სოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი, ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას სულ შეუძლია. 26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა. რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო სიტყვას ქართულ ჯართან ერთად ისმენდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. როგორია 26 მაისი ხელისუფლების ოპონენტებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო აქციით აღნიშნავენ ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს კვლავ სიტყვით გამოდის რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ შეკრებილებს დღეს ფილარმონიიდან მარშით შეუერთდნენ ხელოვანების ნაწილი და აქციების დროს დაკავებლების ოჯახის წევრები. რუსთაველზე გამოტანილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ნაწილი პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერებითაც მივიდა. დღეს ქვეყნის მთავარ გამზირზე ისევ გამოჩნდა სააკაშვილის ფოტოებიც. რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები და ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ 26 მაისის აღნიშვნის გარდა ისინი ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ. პარლამენტის წინ უკვე დაიწყო ექს-პრეზიდენტის მიმართვა. თამარ თათარაშვილი მუშაობს ქვეყნის მთავარ გამზირზე და პირდაპირ ეთერში მოგყვება, რას ამბობს ზურაბიშვილი და რა განცხადებები გააკეთეს მანამდე ოპოზიციის სხვა ლიდერებმა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კვლავ ველოდებიან სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას, რომელმაც თავდაპირველად დაანონსა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოსთან მოვიდოდა 7 საათზე, თუმცა მოგვიანებით დრო შეცვალა და თქვა, რომ ის 9 საათზე მიმართავდა აქ შეკრებილ ადამიანებს. სიტყვით გამოსვლები არის უკვე დაწყებული, არის მიმართვები, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ დაუკავებია ტრიბუნა და ხალხიც ელოდება მისი სიტყვით გამოსვლას. საპროტესტო აქციაზე ასევე იმყოფება რასა იუკნევიჩიანი, ეს არის ლიტველი ევროპარლამენტარი, რომელიც ხშირად გამოირჩევა საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებებით და კრიტიკული დამოკიდებულებებით. დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და მართლა მხარდამჭერებმა დამოუკიდებლად ცალკე გადაწყვიტეს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრება დაახლოებით 3 საათისთვის დაიწყეს. მათმა მხარდამჭერებმა მოიტანეს პარლამენტის წინ დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები და ისევე როგორც სხვა საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროსაც დღესაც გამოჩნდა პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეზიდენტის ბანერები და ასევე დროშები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე არის ეროვნული დღესასწაული, დღე, როდესაც საქართველომ 107 წლის წინ მოიპოვა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და მათი თქმით ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, ამ ყველაფერში სჭირდება, ეს არის დიდი მონოპოვარი და სჭირდება დაფასება, სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ მუდმივი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ასევე აცხადებენ და იმეორებენ იმ მოთხოვნებს, რასაც ხშირად ვისმენთ მათი მხრიდან, ეს არის მათი თქმით ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შეტარება. ეს არის საზეიმო აქცია, ეს არის 26 მაისის აღნიშნული თავყრილობა. თორე ეს უმნიშვნელოვანესი დღე არის თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის დღე, რომელიც უნდა აერთიანებდეს ყველას. თორე ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისუფლება, რომელსაც ქართული ხალხი არ უსარდაფოს. და ამის გამო არიან აქ ახლა შეკრებილი ჩვენი თანამოქალაქეები.
დღეს ამ ზეიმს, ამ ყველაზე დიდ ფასეულობას აქ აღნიშნავს საზოგადოება და არა მთავრობა. ოღონდ ეს არანორმალური მდგომარეობა და ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს დღე იქნება ძვირფასი, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის აღსანიშნავი თავისუფალ სამყაროში დასავლურ ცივილიზაციაში. აქ ვარ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს დღესაც. მე ვითხოვ პოლიტიკური κρიზისის განმუხტვას, რომლის არის ახალი არჩევნებით გამოსავალი. შესაბამისად ამ სათქმელადაც ვარ მოსული და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამ დღის აღნიშვნა რუსთაველზე ბუნებრივი არის, სიმბოლური, ყველა პოლიტიკური მოქმედება აქ ხდება ისტორიულად საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის შესაბამისად აი ასე რაღაც საერთო მე ვფიქრობ რომ ამაღლებული განწყობით მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე და რთული პერიოდი ამაღლებული განწყობა აქვს ხალხს და აი ასე აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. ამ წუთებში ჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ზუსტად ეს სამია ითქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს უკვე ტრიბუნას და მიმართავს აქ შეკრებილ ადამიანებს, რაც შეეხება საპროტესტო აქციას, როგორც აღნიშნეთ, დღეს დაიწყო შუადღეს, როდესაც აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით დაიძნენ სხვადასხვა წერტილებიდან დედაქალაქის მასშტაბით, მათ შორის იყო ერთი მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ასევე პირველი რესპუბლიკის მოედანი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და ისინი უკვე მსვლელობით შემოუერთდნენ საკანონმდებლო ორგანოს, სადაც დღეს იყო დაანონსებული საპროტესტო აქცია. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ წუთებში იკავებს უკვე ტრიბუნას და ის მიმართავს აქ შეკრებილ ადამიანებს. როგორი იქნება მისი პოლიტიკური განცხადებები დღეს დამოუკიდებლობის დღეს, ამას უკვე ჩვენ მაყურებელს ბუნებრივია მოუყვებით ოდნავ მოგვიანებით გამოშვების მიმდინარეობის პერიოდში. მადლობა, ეს იყო თამარ თათარაშვილი და ჩვენი პირდაპირ ჩართვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან. რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობის პარალელურად შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. ქართული ოცნება ეროვნული დღესასწაულის ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის დღედ გადაქცევის მცდელობაზე საუბრობს. ოცნების პოლიტიკოსების თქმით, ოპონენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი 9 აპრილის მსგავსად ნებისმიერ დროს მზად არიან ახალი დაპირისპირების პროვოცირებისთვის. სახელმწიფო ძალა აქციას გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სახელმწიფო ნებისმიერ უკანონობას ადეკვატურ სამართლებრივ პასუხს გასცემს. 26 მაისი არის ეს ეროვნული დღესასწაული, საერთო ეროვნული დღესასწაული. მაგრამ სამწუხაროდ სეპარატიზმის ჭია ჩვენში კარგად არის ნასაზრდოები. ხან ჩრდილოეთიდან, ხან სხვადასხვა მხრიდან ამ ჭიას კვებავენ, ასაზრდოებენ. და ეხლაც გაყოფა ქართული საზოგადოებისა ამ დღეს გარკვეული მithomძდა პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ყოველად მიუღებელი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება და საშუალება შვიდობიანად გამოხატოს თავისი პოზიცია, მაგრამ ამ დღის გამოყენება ქვეყანაში შენი ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამოყენებისათვის არის ყოველად მიუღებელი. ასე დამოკიდებული ნებისმიერი ქართველისთვის არის მიუღებელი. თქვენის 26 მაისი უნდა იყოს გაერთიანების დღე ყველა საქართველოს მოქალაქის განსხვავებით პოლიტიკური შეხედულებისა, თუმცა სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ აღარაფერი წმინდა აღარ დაიტყო. ყველას გახსოვს რა მოაწყვეს 9 აპრილს და როგორც ჩანს დღესაც იგივეს გეგმავენ, თუმცა ვერც საზოგადოება, ვერც სახელმწიფო დაპირისპირებას არ და ვერ დაუშვებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ, რომ თელმა საქართველოს დღეს ღირსეულად არ მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან მთელს რეგიონებში ღირსეულად დაგვნიშნეთ დღევანდელი დღე. საქართველოს დღეს ყველა ულოცავს, ნაწილი ქართულად, ნაწილი კი მშობლიურ ენაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა 30 წლიანი მეგობრობა და დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის. წინ საქართველო ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული, ეს უკვე ქართულად წარმოთქვა პაվել ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი თვლის, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად და ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ უკუნოვანი მემკვიდრეობა შევინარჩუნეთ. მილოცვებს უერთდებიან ცალკეული ევროპული სახელმწიფოები, სკანდინავია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ასევე ლიდერები, სახელმწიფოს მეთაურები და მონარქები მთელი მსოფლიოდან. მილოცვებს საქართველო ამ წუთებშიც იღებს. მჭიდრო ურთიერთობაზე საუბრობენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა ქართულ ხალხს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. უცხოელები ამ სიტყვებს ქართულადაც წერენ. 26 მაისის საქართველოს დღედ გამოცხადდა შეერთებული შტატები
შტატების დედაქალაქში. ეს გადაწყვეტილება დღეს ვაშინგტონის მერმა მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. შეერთებული შტატების გზავნილი საქართველოს ეროვნული დღესასწაული ქვეყანას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიულოცა. მარკო რუბიომ საქართველოს ამერიკის მეგობრობაზე, პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ სერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვისკენ. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული, ერთგულება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ. დამოუკიდებლობის 107 წლისთავი საქართველოს განსაკუთრებულად მიულოცა ამერიკის დედაქალაქის მერმა მარიელ ბაუზერმა 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. საქართველოს მხარდაჭერა, სოლიდარობა, მჭიდრო პარტნიორობა და ევროპული მომავალი იყო ევროკავშირის ელჩის მთავარი სათქმელი. პაվել ჰერჩინსკიმ ვიდეო მიმართვაში ყურადღება ევროკავშირსა და საქართველოს მეგობრობაზეც გაამახვილა. გაგვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს გვერდში ედგა. ამავდროულად ეს დღე მძლავრი ხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული, სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ქართული ტექსტით მიულოცა დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დამოუკიდებლობის 107 წლისთავზე ქართულ ენაზე ჩაწერილ ვიდეოს აქვეყნებს ბრიტანეთის ელჩიც. გარეთ უორდმა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებების დაცვაზე ისაუბრა. საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემა, ორმხრივი მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა იყო გაერთიანებული სამეფოს მეფის ჩარლზ მესამის მიულოცვის ძირითადი გზავნილი. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამ უნიშნელოვანეს პერიოდში აუცილებელია, რომ საქართველომ განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. მოხარული ვართ გამოგიგზავნოთ ჩვენი მხურვალე მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის სასიხარულოა მომავალი წლისთვის ქართველ ხალხს ჩვენი საუკეთესო სურვილები გადავცეთ. გერმანია, პოლონეთი, მოლდოვა, უნგრეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, შვედეთი, დანია, ნიდერლანდები, პირველი პირები, კანონმდებლები და დიპლომატიური კორპუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს მილოცვებს იღებდა. საკმაოდ ბევრი მოლოცვა მივიღეთ, ეს პროცესი გრძელდება, დღეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები გვილოცავენ და ამისთვის რა თქმა უნდა ჩვენ მადლიერი ვართ, რომ ეს დღე არის გაზიარებული მათ მიერ. უცხოელი კოლეგებისგან დილიდან მისალოს წერილებს იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სომხეთის, ყაზახეთის, ისრაელისა და სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა შალვა პაპუაშვილს ეროვნული დღე მიულოცეს და ქართველ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება უსურვეს. დედაქალაქები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მსოფლიო ღირსშესანიშნაობების შენობებით სათამჯენები დღეს საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს ყველა წერტილიდან მიულოცეს. საქართველოს განსხვავებულად ულოცავს სამი ევროპელი ლიდერი ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ფრიდრიხ მერცი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ. თან მილოცვა და თან კრიტიკა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში გამოქვეყნებულ წერილში სამი ქვეყნის ლიდერები საქართველოს მთავრობას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებენ. გლობენ ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს და ოცნებას საჭირო რეფორმის პროცესის განახლებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია პარიზის, ბერლინის და ვარშავის კრიტიკას მეგობრულ რჩევას უწოდებს, მართველი პარტია კი სამარცხვინო თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე.
ეს არის მეგობრების მოლოცვა და მკაფიოდ ხოვნა და გაფრთხილება, რომ ამ გეზით და ამ კურსით საქართველოს ვერ განახორციელებს იმ მიზნებს და იდეალებს, რაც შუა სახელმწიფოს ისტორიულად გააჩნია. ეს არის ამ მკაფიო გზავნილი და დღევანდელი ხელისუფლება არის აცდენილი იმ მიზნებს და ამოცანებს, რაც გააჩნია ჩვენს ერს ისტორიულად. ისინი ჩვენ მეგობრები არიან, ისინი გვირჩევენ, რომ თუ გინდათ გახდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, პოლიტიკური ევროპა ისედაც ვართ ჩვენ. უნდა იყოს დემოკრატია, უნდა იყოს არჩევითი მთავრობა. გამოსავალი არის, რომ გადაიდგას ერთმანეთისკენ ნაბიჯები და დაინიშნოს თვითმმართველობასთან ერთად ახალი წესებით საპარლამენტო არჩევნები. ეს გზავნილი და ეს წიაღსვლა აბსოლუტურად არის სადაგება და არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი იმ რეალობასთან მიმართებით, რაც არის საქართველოში. ქართველ ხალხს, ოდესაც ულოცავენ 26 მაისს და დამოუკიდებლობის დღეს, უნდა კარგად გაიაზრონ და ყველამ გაითვალისწინოს, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი 2024 წლის არჩევნებზე გამოიხატა მკაფიოდ. ქართველი ხალხის მიმართ არსებული პატივისცემა, თუ კი ვინმე სურს გამოხატოს, ანალოგიური პატივისცემით და სამართლიანად უნდა მოექცეს იმ ხელისუფლებას, რომელიც არის საქართველოში. განცხადება არის მორიგი, უსამართლო, აბსურდული პოზიცია. თავისთავად კითხვები ჩდება იმასთან მიმართებით, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებენ ისინი დასკვნას, რომ თითქოს და საქართველოში დემოკრატია განიცდის დაღმასვლას. ისმის მოწოდება გარკვეულ დიალოგთან მიმართებით. მაშინ მოდი დააზუსტონ, ვისთან დიალოგს გულისხმობენ და რა ფორმით. როდესაც ერთ მხარეს დგანან მოლოტოვის კოქტეილებით შეერაღებული რადიკალური ჯგუფები, ამ შემთხვევაში როგორ წარმოუდგენიათ დიალოგ პროცესი. აი კომპლექსურად ამ საკითხების გაანალიზება ვფიქრობ, რომ მათ დაეხმარებოდათ მეტად ობიექტური განცხადების გაკეთებაში. ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის შესახებ დღეს დიდი აჟიოტაჟია მსოფლიო მედიაში. ყველგან ვრცელდება ვიდეო, რომელიც ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ჩასვლის დროს არის გადაღებული და რომთაც იქნება შტაბ-ეშტილება, რომ საფრანგეთის პირველმა ლედიმ საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა. ამის შემდეგ ტრამპზე ჩასვლისას მათ ერთმანეთს ხელიც კი არ ჩაკიდეს. ვიდეო მასალა თავდაპირველად საერთაშორისო სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა, რომელსაც უკვე გამოეხმაურა ელისეს სასახლე. საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეო ცოლ-ქმრის თბილ ურთიერთობას ასახავს. ამასვე აცხადებს თავად ემანუელ მაკრონი. მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე. შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა კრახს განიცდის. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და ღიად აკრიტიკებს. სულ გაგიჟდა სწორედ ეს სიტყვები დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერზე, რომელმაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა დღეს უკრაინაზე. 364 კამიკაძე დრონი და 70 რაკეტა ერთ ღამეში დაღუპულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. დონალდ ტრამპი იმედგაცრუებას ვერ მალავს და ჰაერ საწინააღმდეგო სისტემა პატრიოტის შესყიდვაზე შეზღუდვას უხსნის კიევს. ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მთლიანი უკრაინას რუსს, თუმცა ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს. დღესვე ბერლინმა, პარიზმა და ლონდონმა უკრაინულ არმიას 3 წლის განმავლობაში არსებული შეზღუდვები მოუხსნეს და უფლება მისცეს კიევს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვა, მაგალითად რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმით, განაცხადა კანცლერმა მერცმა, რომელიც ზეგ 28 მაისს ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ბელორუსიდან უკრაინის საზღვრისკენ მიმავალი ავტომობილების კოლონას გათავისუფლებული სამხედროების ოჯახის წევრები, ექიმები, შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დახვდნენ. ბოლო 3 დღის განმავლობაში 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ოკუპანტის 3 წლიანი ტყვეობიდან საკუთარ ოჯახებს უკვე დაუბრუნდა. ჩვენ დაუბრუნდით, ჯარში ისევ ჩავეწერებით, ისევ ავიღებთ იარაღს ხელში და კვლავ დავიცავთ დედა უკრაინას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ბოროტ მოქმედები სხვა სიტყვით ვერ დავახასიათებ. თავს დაისხან ჩვენს მიწას, გაანადგურონ ჩვენი შვილები და ჩვენი ოჯახები. სამხედრო ტყვეების გაცვლა ერთადერთი შეთანხმებაა, რომელსაც რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში მიაღწიეს. კრემლმა უარი განაცხადა ცეცხლის 30 დღიან უპირობო შეწყვეტაზე. როიტერის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ღამით უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ქვეყნის 13 რეგიონის მიმართულებით 300 დრონი და 70 რაკეტა გაუშვეს. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაჭრილია
ათობით მოქალაქე. Почули звук вибуху? აფეთქების ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ჩემი შვილი ჩავიხუტე, ის ჯერ თვეებისაა. შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. როდესაც თვალი გავახილე, ყველგან მტვერი იყო. ქვედა სართულიდან დედაჩემის ყვირილი გავიგონე. ჩემი შვილი ხელში მყავდა. ფეხში შვილმა გავიარე დამსხვრეულ მინაზე. გარეთ გამოსვლა შევძელი. თავდასხმას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პუტინი გაგიჟდა და ხალხს უმიზეზოდ ხოცავს. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტიც გააკრიტიკა. ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა მას რაღაც დაემართა. ის სრულიად გაგიჟდა, უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს, არ ვსაუბრობ მხოლოდ ჯარისკაცებზე. უკრაინის ქალაქებს სრულიად უმიზეზოდ ესვრიან რაკეტებს და დრონებს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს. შესაძლოა ეს მართალია და თუ ასეა, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი მის განცხადებებს არანაირი სიკეთე არ მოაქვს მისი ქვეყნისთვის. მისი ყოველი სიტყვა პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და ის უნდა შეწყდეს. ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვის. სატელეფონო კომენტარში კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ Truth Social-ის პოსტი ემოციურ გადატვირთულობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ნამდვილად მადლიერი ვართ ამერიკელების და პირადად პრეზიდენტი ტრამპის. რა თქმა უნდა, ამავდროულად ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია, რომელიც ყველასთვის ემოციურ დატვირთვასთან და ემოციურ რეაქციებთანაა დაკავშირებული. რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს კიევში. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სოფლიო უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს კრემლთან დიალოგზე, ვიდრე რეალურ ზეწოლაზე. ზელენსკი პარტნიორებს ახალი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდებს. ნაციონალური ანსამბლი ეროვნული ღირსებისა და სარწმუნოების შეურაცხყოფის წინააღმდეგ სუხიშვილების დირექტორმა ნინო სუხიშვილმა ცნობილ მუსიკალურ ფესტივალ Open Air-ზე ჯგუფ მწვანე ოთახის სოლი საჩკო გულედანს მიმართა. ნინო სუხიშვილის გაღიზიანება ფესტივალზე მწვანე ოთახის მიერ შესრულებულმა სიმღერამ გამოიწვია, რომლის ტექსტშიც ქრისტიანობის შეურაცხყოფელი ტექსტი ისმის. ანსამბლ სუხიშვილების დირექტორმა სცენაზევე განაცხადა, რომ ეს იყო მკრეხელობა და დასი ამ კომპოზიციას ემიჯნებოდა. სიტყვით მიმართვის შემდეგ, რომელსაც თან ახლდა ფესტივალის მონაწილეების საპროტესტო შეძახილებით დასმა ნომერი შეასრულა, თუმცა Open Air-ზე დაწყებული დაპირისპირება სოციალურ ქსელში მაინც გაგრძელდა. ნაციონალურ ანსამბლს აქტივისტები და ფესტივალის სტუმრები Facebook-ში დაუპირისპირდნენ და გააკრიტიკეს, დაიწერა ღირსების შემლახავი კომენტარებიც. დღეს არც სუხიშვილები და არც ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებებს არ აკეთებენ, სოციალურ ქსელში კი ამ დრომდე განხილვის საგანია, თუ რატომ გაბედა ნინო სუხიშვილმა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფაზე ხმის ამოღება და პროტესტის გამოხატვა. ჯგუფ მწვანე ოთახის მიერ შესრულებულმა ამ სიმღერამ თბილისი Open Air-ის მონაწილეების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. საუბარია სიმღერის ტექსტზე, რომელიც ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ნაწილობრივაა ატვირთული. სრული ვერსია კი მხოლოდ ინტერნეტში იცეფნება. დაასვეს ჭვრები, შავი ჯიპების ტრაქს. სავარაუდოდ სიმღერის სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების დირექტორის პროტესტის მიზეზი. ნინო სუხიშვილმა საკუთარი პოზიცია სცენიდან გამოხატა. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ჩვენი დასი ყველა იმ სიტყვას, რომელიც გაჟღერდა აქ, რომელიც იყო მკრეხელური ჩვენი განები. ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო ენა, მამული, სარწმუნოება. ნინო სუხიშვილის ამ მიმართვას ფესტივალის სტუმრების ნაწილის საპროტესტო შეძახილები ჯერ ადგილზე მოყვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გაგრძელდა. აქტიურობდნენ აქტივისტებიც, მათ შორის ისინიც, ვინც არც კი იცოდა რა იყო რეალურად სუხიშვილების დირექტორის განცხადების მიზეზი. ნიანიუმ გვიპასუხოს რა იგულისხმა სცენიდან სიტყვით მოგმართა. წინა გამომსვლელი კორძი იყო და ჰომოფობია დაგმო. გისმენთ. ჩამოართვით ანსამბლს სახელმწიფოს წოდება და დაფინანსება. ნინო სუხიშვილის გულისამრებ და სამარცხვინო განცხადებაზე გააკეთეთ კომენტარი. ესეთი მდაბიო გამოსვლა არ ეკადრება ამ ფესტივალს. ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების დირექტორი დღეს კურიერის ზარებს არ პასუხობს, თუმცა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში განმარტა და დაადასტურა, რომ ჩემს ნათქვამში იგულისხმებოდა არჩილ გულედანის ნამღერის სიმღერის ტექსტი და გთხოვთ მეტი შეკითხვით ნუ შემაწუხებთ. ფესტივალზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბარს თავს არიდებენ მონაწილეები. ამტკიცებენ, რომ არც ნინო სუხიშვილის განცხადებას და არც მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შინაარსს იცნობენ. ნინო სუხიშვილი დავიცვა ამ სიტუაციაში, ანუ არ ხვდები, არ ვიცი.
მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი. ჩემი მხარდაჭერა მინდა გამოვთქვა სუხიშვილების მიმართ. სუხიშვილები სხვას ვერაფერს ვერ იტყოდა, გარდა იმისა, რომ რასაც ყველანი უნდა ვამბობდეთ და ნამდვილად მჯერა, რომ ეს ესეა, რომ მამული ენას არწმუნოება. არის ჩვენთვის მთავარი ღირსება. ეს ფესტივალზე მომხდარი კიდევ ერთი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებია ქართველი რეპერების გამოსვლამდე Open Air-ზე ჯერ დენი გაითიშა, შემდეგ კი კადრების მიხედვით მათ სცენის დატოვებისკენ ორგანიზატორები მოუწოდებდნენ. პროტესტი რეპერებმა ადგილზე გამოხატეს. მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარს რეპერები უკვე დღეს სოციალურ ქსელში საკუთარი პლატფორმიდან გამოეხმაურნენ. ჩვენი არტისტები სამთვეზე მეტი ემზადებოდნენ ამ ივენთისთვის, მაგრამ არც ეს მომზადება ჩაივლის უკვალოდ. თქვენ იყავით იმედგაცრუებულები, მაგრამ ხედავდით როგორ გიყვარდით. კიდევ ერთხელ ჩავაქრობინებდით ჩუქს და გავათიშინებდით საუნდს, რომ ეს ერთხელ კიდევ გვეგრძნო. Open Air-ის სცენაზე ეს პერფორმანსი მოაწყო ერეკლე გეწაძე. მუსიკოსის გამოსვლა კი მალევე სოციალურ ქსელში განხილვის საგანიც გახდა. მუსიკოსის ამქმედებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს სახელმწიფო გუნდი ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი პერფორმანსების საფრთხეს ქვეყანას და ქართველ ხალხს უქმნის. ეს არის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ საკუთარი ერი, საკუთარი ქვეყნის ღალატი. აქ ეს შეურაცხყოფა კი არ არის რომელიმე ქვეყნის მიმართ, არამედ პირიქით ეს არის დარტყმის მომზადება და მცდელობა, პროვოკაცია და აგენტის საქციელი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. რაც ხალხს უნდა, ის გაჟღერდა. არ მინახავს რა მოხდა, ან რა გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ ზოგადად მე ვარ დემოკრატიის მომხრე. აგრესიის და დაპირისპირების შემოტანის მცდელობა ასე აფასებს მართველი გუნდი Open Air-ზე მომხდარ ინციდენტებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ემიჯნებიან განსხვავებული აზრის დევნას, ისევე როგორც პროვოკაციებს, რომლის მიღმაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნები დგას. ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს საზოგადოება, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება. საზოგადოება მათ შორის 17 მაისს გასცა პასუხი, როდესაც გამოვიდა მთელი ქვეყანა და აჩვენა სად დგას ქართველი ხალხი. უფროსებიც ჩაერთნენ სამარცხვინო. ტატა ბურჭულაძის სიმღერა საქართველო ვარ, გუშინაგარ პუტინს უმღერო და დღეს გამოდის და ამ ახალგაზრდებთან მღერის. სწორედ პაატა ბურჭულაძე იყო ერთ-ერთი, ვინც Open Air-ის ორგანიზატორებმა ფესტივალზე სპეციალურად მიიწვიეს. გამომცვლელთა სიაში წელს უცხოელი შემსრულებლები არ ყოფილან ფესტივალზე, რომელიც 24 მაისს გაიხსნა, 2 დღის განმავლობაში მხოლოდ ქართველ მუსიკოსებს უსმენდნენ. ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდის გარდა 26 მაისის საქართველოს მოქალაქეებისთვის ის გამონაკლისი დღეა, როდესაც თითოეულ მათგანს საბრძოლო არსენალში არსებული სამხედრო ტექნიკის შეერაღებისა და თავდაცვის საშუალებების დათვალიერება შეუძლია. თბილისსა და ქვეყნის კიდევ 20 ქალაქში მოსახლეობას ქართული წარმოების სიახლე დიდგორი მეომარი შეერაღებაში გასულ წელს მიღებული თურქული ჯავშან მანქანა ვურანი, ანუ თავდამსხმელი ებრაული ვულფი, ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ატლასი და კიდევ არაერთი შეერაღების ნიმუში დახვდათ, რომელთაც არმია ქვეყნის დასაცავად სამხედრო ტექნიკისა და შეერაღების გამოფენა განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვებში იწვევს. დღევანდელ დღეს ჯარმა ყველას მისცა საშუალება შეხებოდნენ ჩაეცვათ და ენახათ ის შეერაღება, რომელიც სამხედროებისთვის ყოველდღიურობა. ამერიკული ჯაველინები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები. ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც დღეს 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი თვალით იხილეს. მთავარი კი სამხედრო გამოფენაში ის ორი სიტყვა, რომლებიც ქართული ჯარის არსენალში არსებული შეერაღების დიდ ნაწილზეა დატანილი, დამზადებულია საქართველოში. მსახურები საქართველოს. ეროვნულმა დღესასწაულმა საზეიმო ღონისძიების ყველაზე პატარა სტუმარი დაარწმუნა, რომ ქვეყნის სადარაჯოზე დგომა უნდა ეამაყებოდეს. თავისუფლების 107 წლისთავის აღსანიშნად თავისუფლების მოედანზე პატარა ჯარისკაცთან ერთად ბევრი მისი თანატოლიც მივიდა. როგორც ბავშვების, მათი მშობლების ყურადღება ტრადიციულად საქართველოსა და უცხოეთში შექმნილმა თავდაცვის ძალების ტექნიკამ მიიქცია. ხაციხარულოა, როცა ეს ტექნიკა გვყავს. ბავშვებთან ამის ნახვას უფრო სხვადასხვაგვარად აქვს და შინაარსი. უბრალოდ ვიზუალით კმაყოფილდებიან და ეს ხიბლავთ მათში და ჩემთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ სიძლიერის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის. ჩვენი თაობისთვის და ჩვენი ასაკის ხალხისთვის ეს ტექნიკა და ჯარი ზოგადად საინტერესო უნდა იყოს, რადგან ჯარზე არის ბევრი რამე დამოკიდებული რა დღევანდელ სამყაროში, ესე რომ ვთქვათ.
საარტილერიო დანადგარი დანა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა LAR-160, აერსაწინააღმდეგო მანქანა ატლასი, ჯავშანტრანსპორტიორი ვურანი. ეს იმ ტექნიკის მცირე ჩამონათვალია, რაც დღეს საქართველოს მასშტაბით გამოიფინა. 26 მაისთან დაკავშირებით ტრადიცია დელტამ წელსაც არ დაარღვია და თავისუფლების მოედანზე მისულ დამთვალიერებლებს სრულიად ახალი ჯავშანტრანსპორტიორი გააცნო. დიდგორის ახალი ფაქტობრივად რიგით მე-12 მოდიფიკაცია გვაქვს გამოყვანილი თავისუფლების მოედანზე. ეს არის საექსპორტო კონფიგურაციაში შესრულებული დიდგორი მეომარი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად ოპტიმალური კონსტრუქცია შეგვიმუშავებინა. დიდგორის სხვადასხვა მოდიფიკაციებთან ერთად თბილისსა და რეგიონებში დამთვალიერებლებმა უცხოური ჯავშანტრანსპორტიორების ნახვა შეძლეს. თელავსა და რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მისულმა ადამიანებმა თავდაცვის ძალების სამხედრო არსენალზე დეტალური ინფორმაცია პროფესიონალი ინსტრუქტორებისგან მიიღეს. ნახე თოფები, დურბინდები, აქ საომარი მანქანები და ჯავშან ტექნიკას გავეცანი, ძალიან მომეწონა. გამონაკლისი არც მცხეთა, გორი, ქუთაისი და ზუგდიდი ყოფილა, სადაც თავდაცვის ძალების ტექნიკასა და აღჭურვილობას მრავალი ადამიანი გაიცნო. ბედნიერი ვარ, რომ აქვს და ოჯახებს შვილებით რო გვაქვს შესაძლებლობა მომავალი თაობა დავაინტერესოთ სამხედრო საქმით. წარმოდგენილია თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშა ტექნიკა, არტილერია, კავშირგამძლობა და საინჟინრო საშუალებები, შეიარაღება და ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა. მე მოვედი ჩემთან დაშვილებთან ერთად და ძალიან მომეწონა ეს ტექნიკა. როგორც დელტას, ისე უცხოური წარმოების ტექნიკა გამოიფინა ზღვისპირა ქალაქებშიც. ბათუმში მსურველებს ქართული სამხედრო არსენალის დათვალიერება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. თავდაცვის ძალების აღჭურვილობასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებს გაიცნენ ფოთში. გამოფენილი გვაქვს სხვადასხვა დანაყოფის, როგორც სპეცტექნიკა, ასევე თითოეულ დანაყოფს აქვს თავისი სტენდი. თითოეულ მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. ვზობთ მოსახლეობიდან ყურადღებას, დასწრება მაღალია, ინტერესი ძალიან მაღალია. ჯავშან ტექნიკა, სამხედრო მომსახურების აღჭურვილობა, ოპტიკური ხელსაწყოები, ავტომატები, ჯაველინის გამშვები და სიმულატორი, ხუმბარ-მტყორცნები, თავდაცვის ძალების კუთვნილი შეიარაღება და ტექნიკა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს ზღვისპირა კურორტ ბათუმში ამბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან არაერთი გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობა გაიმართა. ზეიმობენო, ზურგეთი და ფოთიც ღონისძიებაზე წელსაც ყველა თაობის წარმომადგენელი შეიკრიბა. დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ქუთაისშიც. ადგილზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა, გაყიდვა და კოსტუმირებული წარმოდგენები. ღონისძიებაში ჩართულია შიდა ქართლიც, გორში, ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა აქტივობა დილიდან მიმდინარეობს. ქართულ კულტურას, სამზარეულოს, ღვინოსა და ტრადიციებს ერთ სივრცეში ამ დღეს კიდევ ერთხელ მოუყარა თავი კახეთმაც. ზეიმობს დედაქალაქიც 17 საათსა და 10 წუთზე. სახელმწიფო ჰიმნი პრეზიდენტის სასახლის ეზოში სიმბოლურად ზუსტად იმ დროს შესრულდა, როდესაც 107 წლის წინ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გასართობი ღონისძიებების მთავარ ადგილად რჩება. პრეზიდენტის სასახლესთან ათონელისა და ფურცელაძის ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში კულტურული, გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები დილიდან იმართება. თბილისის ცენტრალური ნაწილი განსაკუთრებით დატვირთულია საბავშვო სივრცეებით, სადაც დღის 12 საათიდან სხვადასხვა სტუდიების კონცერტები მიმდინარეობს. 26 მაისთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ქუჩებზე მოწყობილია ღვინისა და საგამოფენო სივრცეებით. ცოტა ხნის წინ კი ათონელის ქუჩაზე დასრულდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლებმა მიიღეს. ნინი ნაცვლიშვილი შეაჯამებს პირდაპირ ეთერში 26 მაისის დღისადმი მისვნილ კულტურულ ღონისძიებებს. ორბელიანის მოედანი მთავარი ეპიცენტრია დღევანდელი დღეს ღონისძიებებისა, კულტურული აქტივობების ნაწილი ამ დრომდე ხორციელდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბეკულასა და ფურცელაძის ქუჩის კვეთაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დიჯეის პერფორმანსი, რომელიც ის მთელ დღის განმავლობაში უკრავდა აქ. გვერდით არის საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ყვავილები და სხვა ქართული ხელდაკეთი ნივთები. მოვლენათა ქრონოლოგია მთელ დღის განმავლობაში კი ასეთი იყო ორბელიანის მოედანზე.
თემაზე. დღის 12 საათისთვის დაიწყო ღონისძიებები, აქ იყო სხვადასხვა თემატიკის სივრცეები მოწყობილი, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების ადამიანებისთვის. ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო სპორტული სივრცე, სახელწოდებით შეხვედრა ლეგენდასთან, სადაც შეეძლოთ სტუმრებს მისულიყვნენ და ცნობილ ქართველ სპორტსმენთან გადაიღოთ ფოტოები, გასაუბრებოდნენ და გაეცროთ ისინი. ასევე აღსანიშნავია სივრცე, რომელიც სახელოვნებო წრეებისთვის იყო განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ქართული მუსიკით, კინოთი და ანიმაციით არიან დაინტერესებული. თუმცა დღევანდელი დღის მთავარი ღონისძიება იყო 17 საათსა და 10 წუთზე, რა დროსაც პრეზიდენტის სასახლის წინ ეზოში შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. მაშინ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ანსამბლებმა და გუნდებმა, მათ შორის იყო მართვე და საპატრიარქოს გუნდი და ასევე სხვა შემსრულებლები. ჩვენ ვიხილეთ არაერთი ქორეოგრაფიული და მუსიკალური შესრულება, რომელიც შექმნილი იყო, ეს დამუშავებები შექმნილი იყო პატრიოტულ თემატიკაზე, როგორც ხედავთ, აქ მოქალაქეების ნაწილი კლავაც მოდის იმისათვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე იზეიმოს. სრულიად საქართველოს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. დღეს ბავშვები გამოვიყვანეთ ორბელიანის მოედანზე. ძალიან ბევრი საბავშვო კულტურული აქტივობები იმართებოდა და მონაწილეობა მივიღეთ ბევრ მათგანში. ეს ანის ჩემი შვილის მეორე 26 მაისი არის, ამ წელს გახდა 15 მაისს გახდა 1 წლის და გვინდა მე და ანი სრულიად საქართველოს მოულოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან გვიყვარს ორივე ყვავილები და ყოველთვის მოხარული ვართ, რომ თბილისობაზე და აი აწი უკვე 26 მაისსაც აი ესე გაგვილამაზა ეს სივრცე. ოჯახი ვართ გამოსული, ბავშვებიც საბავშვო სივრცეში გაერთნენ, ყველაფერი ძალიან ლამაზია. მოქალაქეების ნაწილი კლავაც იკრიბება ორბელიანის მოედანზე. საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც დღეს ორბელიანის მოედანზე გაიმართა, განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. მადლობა ნინი ნაცრუშილი საუბრობდა ორბელიანის მოედნიდან პირდაპირ ეთერში. და ჩვენ კვლავ უბრუნდებით რუსთაველის გამზირს, სადაც ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტის წინ შეკრებილებს უთხრა, რომ ხელისუფლებაზე გამარჯვებისთვის 3 კომპონენტია საჭირო. საზოგადოების ერთობა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება. თამარ თათარაშვილს ურთავთ კვლავ პირდაპირ ეთერში. თამარ, კიდევ რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა და როგორ მიიღო მისი იდეები აქცია? ამ წუთებში ტრიბუნა საკანონმდებლო ორგანოსთან არავინ იკავებს, მიმდინარეობს ვიდეო რგოლის ჩვენება, სადაც ითქვა, რომ იქნება სიტყვით მიმართვები, მილოცვა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან. თუმცა მანამდე იყო ასევე სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიანის, რომელიც ხშირად გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკით. დღეს მან მიმართა აქ შეკრებილ ადამიანებს და თქვა, რომ ის მხარს უჭერს ყველანაირად პროტესტს, მხარს უჭერს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მიღებული ოპოზიციის მხრიდან და თქვა, რომ მისი თვით ზოგადად პროტესტი უნდა გაგრძელდეს. სანამ იქნებოდა ლიტველი ევროპარლამენტარი და მისი გამოსვლა, მანამდე იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ილაპარაკა, ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოსთან სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, სადაც დაანონსებული ქონა მას სიტყვის გამოსვლა საღამოს 9 საათისთვის და თქვა, რომ მისთვის გამარჯვების მთავარი ფორმულა არის და შედგება 3 კომპონენტისაგან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთი ეს არის ერთიანობა, რაც გადის ქუჩის პროტესტზე და მისთვის, როგორც თავად აღნიშნა, შედეგი ამ ნაწილში არის მიღწეული. მეორე კომპონენტი ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან როგორც ყოფილი პრეზიდენტისთვის, ასევე არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის, მათი მხარდაჭერებისთვის და ზოგადად აქ შეკრებილი ადამიანებისთვის არ არის ლეგიტიმური მე-11 მოწვევის პარლამენტი და სწორედ ამიტომ კიდევ ერთი მოთხოვნა, რაზეც არის მუდმივად საუბარი, გაახმოვანა კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალ არჩევნებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნები. ასევე ისაუბრა მან კიდევ ერთ კომპონენტზე, ეს არის პოლიტიკური ერთიანობა და კონსოლიდაცია, რასაც ხშირად აკეთებს ხოლმე აქცენტს. ყველაზე ბოლოს კი დღევანდელი დღე მან მიულოცა უკვე ქართულ ჯარისკაცებს, დღევანდელი დღე დამოუკიდებლობის დღე და უკვე ამ წუთებში, როგორც უკვე აღნიშნეთ, პოლიტიკური ტრიბუნა არის წარიელი და მიმდინარეობს ვიდეო რგოლის ჩვენება. ბოლომდე მიყვანა გამარჯვების მოითხოვს 3 რამეს.
ერთი არის საზოგადოების ერთობა, საზოგადოების შემართება, საზოგადოების ერთად დგომა და ეს მიღწეული არის. ცხადია, რომ ღერძი ამ საზოგადოების ერთიანობის არის ის პროტესტი, რომელიც აქა რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას და დგას და დგას ბოლომდე. მეორე ნაწილი, კომპონენტი გამარჯვების არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერა, ის მუშაობა, რაც ჩატარდა ჩვენ პარტნიორებთან, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა. თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიების, სხვადასხვა ადამიანების, პიროვნებების, კულტურის სფეროსი, ყველამ ერთად იმუშავა და ყველამ მიაღწია იმას, რომ დღეს 7 თვის მერე არჩევნების მერე არ არის ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული. უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტნიორების ნდობით. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვერც ერთი. ისიც ვიცით ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტალური ერთობა ქართული ოცნების, რომელსაც არაფერი აღარ შეუძლია. ამ წუთებში მიმდინარეობს ვიდეორგოლის ჩვენება, სადაც არის მილოცვები დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მოვისმინეთ, ასევე მოვისმინეთ ლიეტუველი ევროპარლამენტარის მიმართვა საკანონმდებლო ორგანოსთან. პირად შეეხება რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები, რომლებიც დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ შუადღეს და მათ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნამ დამოუკიდებლად ცალკე საკანონმდებლო ორგანოსი პარლამენტთან გადაწყვეტს. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. დამოუკიდებლობის დღის განუყოფელი ნაწილია ქართული სპორტი. ლაშა დვალიშვილი უკვე სტუდიაშია და მოგვიყვება სპორტის სიახლეებს. ლაშა, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ლაშა.